საფრანგეთის ელჩი საქართველოში ოლივიე კურტო თანმხლებ პირებთან ერთად დღეს საპატრიარქოს ეწვია. სტუმარი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მიიღო. მხარეებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე, სოფლიოში არსებულ ვითარებაზე, საქართველოზე და ჩვენს ქვეყანაში ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 48 წლის თავს აღნიშნავს. ელჩმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს საიუბილეო თარიღი მიულოცა. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, როგორც ოლივიე კურტომ აღნიშნა, საელჩო საფრანგეთის სახელით მონაწილეობას მიიღებს დაგეგმილ ღონისძიებებში. შეხვედრის დასასრულს ელჩს და თანმხლებ პირებს საჩუქრად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საიუბილეო ჯვრები გადაეცათ. შეხვედრას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ესწრებოდნენ. დღეს 27 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში სტუმრად იმყოფებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბატონი ოლივიე კურტო. ეს მისი გაცნობიტი ვიზიტი იყო საქართველოს საპატრიარქოში. იგი შეხვდა საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, მის მაღალ ყოლადოსამღვდელოესობა შიოს. შეხვედრის დროს ბატონმა ელჩმა დაადასტურა განსაკუთრებული პატივისცემა და მოწიწება საქართველოს ეკლესიის მისი ღვაწლმოსილი მამამთავრის მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ილია მეორისადმი და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობა იქნება ნაყოფიერი და ჩვენი ქვეყნის და ურთიერთობისათვის მშვიდობისა და სიკეთის მომტანი. დღეს ჩემთვის დიდი პატივი იყო შევხვედროდი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს მეუფე შიოს. მე მრავალსაუკუნოვანი ქართველი ერის წარმომადგენლებს საფრანგეთის სახელით მივესალმე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა. მნიშვნელოვანი იყო შევხვედროდი პირს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ერთიანობისა და სულიერებისთვის, ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში. ეს შეხვედრა ასევე იყო იმისი დადასტურება, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავუჭირეთ მხარი საქართველოს ერთიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. საფრანგეთი უსურვებს ყველა ქართველ მორწმუნეს და რასაკვირველია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ახალ ბედნიერ წელს და ასევე შობას.